მოგესალმებით, მეგობრებო, ვისაც გაინტერესებთ, როგორ მუშაობს საგვარეულო კარმა, საგვარეულო ენერგეტიკული ველი, როგორ მუშაობს მაგალითად წინა ცხოვრებები კარმული ასტროლოგიით და ოჯახური ველი სინთეზურად, ისე რომ ვთქვათ, როგორ მუშაობს ასტროლოგიაში მნიშვნელოვანი კომბინაციები, როგორ შეგვიძლია უბრალოდ პირადი რუკით, ახლა ეს მაგალითებს იმდენად არ მოყვები, როგორც სტრუქტურას ახსნი. პირად რუკაში როგორ ჩანს პირდაპირ რომელ საგვარეულო ველში რომელ განშტოებასთან გვაქვს პრობლემა ან პირიქით პოზიტივი საიდან მოდის რა ენერგია არის დაზიანებული კარმულად იქნება ეს თუ ხა სტრუქტურულად თუ პლანეტარულ დონეზე ხო და როგორ შეგვიძლია დავინახოთ ახლა პირადი რუკა ძალიან კარგად გვაჩვენებს ხა როცა მაგალითად პირად კონსულტაციებზეც მუშაობ ძირითადად ვიწყებთ ხოლმე აი ამ საგვარეულო კარმის ძიებას როგორ მუშაობს ეს როგორც ნარატივები და როგორც პროგრამები ჩვენზე, რომელიც ტრანსლირებასაც მე ვახდენთ გარემოსთან, იქნება ეს კარიერა, იქნება სამეგობრო, იქნება პირადი ცხოვრება. და აი აქ ისე არაცნობიერად მიყვებით ხოლმე დასწავლილი ქცევასავით, რომ ვერც კი ხვდებით ჩვენ, რომ შეიძლება სადღაც იგივე პროგრამას ვავრცელებთ, ესე რომ ვთქვათ, იგივე პროგრამას ვამუშავებთ, რაც ოჯახში იყო და აქ არაფერს არ ვცვლით, ხო, არაფერ პოზიტივს არ ვქმნით, ესე რომ ვთქვათ და ძალიან გვეხმარება ხოლმე თუნდაც ასტროლოგიის გამოყენება, თუნდაც თერაპიულად ჯერ გაცნობა რა არის საგვარეულო ენერგიები, ხო? და ამ თემებზე მექნება დაახლოებით 2 საათიანი ლექცია, თავისი დისკუსიით, თავისი კითხვა და პასუხის რეჟიმით, მაგალითად, როგორ შეგვიძლია შევცვალოთ იქ ენერგეტიკული პრაქტიკებით, ფსიქოლოგიური პრაქტიკებით, მაგალითად, ხა როგორ შეგვიძლია გაცნობიერება გააზრება, როგორი ცხოვრება გქონდათ მაგალითად მშობლებს, წინაპრებს, აი ამ ყველა მთავარ ინსტრუმენტებს მე შემიძლია მოგაწოდოთ თქვენ, საიდან შეგეძლებათ უკვე დაკვირვება, როგორ მუშაობს ენერგეტიკა ოჯახური ველის და ის ჩემზე როგორ ახდენს გავლენას. იქნება ეს მაგალითად დაბლოკილი ენერგია პირად ცხოვრებაში, დაბლოკილი ენერგია ფინანსურად, ეს როგორ წესი ბავშვობიდან მოდის, ოჯახური გარემოებიდან მოდის, ამ სტრუქტურებზე მექნება სრული ანალიზი, ესე რომ ვთქვათ, აი ეს ესოთერული კუთხით, ასტროლოგიურად, ფსიქოლოგიურად ეს ტენდენციები როგორ მუშაობს, როგორ შეგიძლიათ დაინახოთ. გელოდებით, ვისაც გაქვთ ინტერესი ამ ლექციაზე დასწრების, ონლაინ ფორმატი იქნება ეს ლექცია, იქნება ჩანაწერის ჩაწერაც ამავე დროს ვიდეოსი და დადება დახურულ ჯგუფში და შეგეძლებათ მოგვიანებითაც ნახოთ ეს ვიდეო, ყველანაირად არის ხოლმე კომფორტული, ესეთ ეს შეხვედრა, Google Meet-ით მაქვს ხოლმე ყოველთვის შეხვედრები, რომელსაც მე ვიწერთ. და გელოდებით თუ გაინტერესებთ ეს თემები, როგორ გადაატრანსფორმიროთ ოჯახური ნეგატიური ველი და სხვათა შორის ყველაზე მთავარი ქცევაზე ორიენტირებული თერაპიით, როგორ შეგვიძლია შევცვალოთ ის ოჯახური ნეგატიური ველი, ესე რომ ვთქვათ, და მივცეთ საკუთარ თავს საშუალება წავიდეთ ბედნიერებისკენ, წარმატებისკენ და რაც თავარია, გამოვიდეთ ნელ-ნელა იმ ნეგატიური პროგრამებიდან, ხო? და ყველას აქვს ეს, რაც არ უნდა კარგი ოჯახი იყოს, რაც არ უნდა გენეტიკური რაღაცა იქნებოდა ყოველთვის, რომელიც მე იბადებიან ადამიანები ამ ოჯახში, რომელიც აი თითქოს განტვირთვასავით არის იმ ოჯახში ჩაყლაპული ემოციის, დაუმუშავებელი ემოციის, ხო, სადღაც და აი ამის დაფიქსირება გარემოზე, დაძმაზე, ოჯახზე ძალიან საინტერესო არის და გელოდებით, ვისაც ეს თემები გაინტერესებთ, მეგობრებო, დროებით.